გამარჯობათ, მოგესალმებით, მოხარული ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის და ჩემთვის ძალიან საყვარელ მნიშვნელოვან თემაზე საუბრის. იცით ხო, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა ეს არის გენდერი, გენდერული თანასწორობა, პირობითად ჩვენ ესეთი სახელი დავარქვით, გენდერული თანასწორობა, როგორც მიზანი თუ წინაპირობა. ლექციის დროს ჩვენ უბრალოდ ლექციას არ დავარქმევ, იმიტომ რომ დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო ინტერაქტიული იქნება და თქვენც აქტიურად ჩაერთვებით დისკუსიაში და მხოლოდ რაღაცა მცირე დროს დავუთმობთ თავიდან თვითონ ტერმინის განმარტებას, რომ სანამ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ და არსებობს თუ არა რამე პრობლემა ზოგადად ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია თუ არა ეს საკითხი, სანამ ამ პრობლემაზე ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ რომ გავმარტოთ რა არის გენდერი, რა არის გენდერული თანასწორობა, როგორ ხდება გენდერის კონსტრუირება სოციალიზაციის პროცესში და აი ეს სოციოკულტურული მოდელი, რომელიც არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, უწყობს თუ არა ხელს გენდერული თანასწორობის ჩამოყალიბებას. ასევე შევეხებით ფემინიზმის ისტორიას, რომ ეს რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა გენდერული თანასწორობის დამკვიდრების საქმეში, ჩვენს გამოცდილებას, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით რამდენად ახლობელი არის ეს თემა ჩვენთვის და როგორ იყო ეს მე-19 საუკუნეში, როგორ იბრძოდნენ ქალები აქტიურად საკუთარი უფლებების რეალიზაციისთვის და რა შედეგებს მიაღწიეს და გვინდა რომ მე ერთად ვიმსჯელოთ აი რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით დღეს საქართველოში და მიგაჩნიათ თუ არა ეს პრობლემად და იზიარებთ თუ არა გენდერული თანასწორობის იდეას და იმედია რომ ეს ასე არის. მე მინდა დავიწყო კანონით გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონით. გსმენიათ ამ კანონის შესახებ? ხო, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ჩვენ საზოგადოებაში არც იცის, რომ ეს კანონი არსებობს. 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. კანონის მიხედვით გენდერი აი ესეა განმარტებული, არ მოგეკითხავთ, გენდერის სქესთაშორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე. ასე განმარტავს გენდერს კანონი, თუმცა შესაძლოა ეს ყოველთვის ბოლომდე მკაფიო და გასაგები არ არის ყველასთვის. გენდერი ეს როგორც ტერმინი ფაქტობრივად გამოიყენება უკვე და დამკვირდა სოციალურ მეცნიერებებში დაახლოებით გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან და ის და იხმარება ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციოკულტურული ასპექტის აღსანიშნავად. ეხლა რას ნიშნავს ეს? ხო, აი პირველ სლაიდს და განმარტებას თქვენ უკვე ხედავთ ეკრანზე, გენდერი გამოიყენება ქალის და მამაკაცის იმ მახასიათებლების აღსაწერად, რომელიც სოციალურად არის კონსტრუირებული და შევეცდები განმარტო, რას ნიშნავს სოციალურად კონსტრუირება გენდერის. გენდერი მოიცავს სოციალურად აგებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას, რომელსაც საზოგადოება ქალისა და მამაკაცისათვის შესაფერისად მიიჩნევს. ადამიანები იბადებიან მდედრობითი ან მამრობითი სქესით, ხო, ყველამ ვიცით, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ, რას ნიშნავს ფემინურობა, რას ნიშნავს მასკულინობა, ანუ რას ნიშნავს ქალურობა და მამაკაცურობა. როგორ უნდა გავხდეთ ქალები და მამაკაცები. გენდერი აღნიშნავს ქალის და მამაკაცის სოციალურად ნასწავლ ქცევას, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ ნასწავლ ქცევას, თვისებებს, დამოკიდებულებებს, რომელთა შეძენა ხდება სოციალურ კონტექსტში. და ძალიან ხშირად ეს იმდენად ბუნებრივია და ისე გვაქვს ხოლმე სათვისებული, განვიხილავთ როგორც ბიოლოგიურ მოცემულობას და არა როგორც სოციალურად შეძენილ წარმოდგენებს. იმისათვის რომ ზუსტად ესე იგი გავიაზროთ რა არის გენდერი, ძალიან კარგი არის ხოლმე სქესისა და გენდერის შედარება და განსხვავების დანახვა. სქესი მოგეხსენებათ აღინიშნება ჩვენი ბიოლოგიური განსხვავებების, ხო, აღსანიშნავად მამრობითი შეიძლება იყოს ან მდედრობითი. გენდერი გულისხმობს სოციალურ სქესს, ასე შეიძლება ითქვას, ანუ რა არის ქალურობა და რა არის მამაკაცურობა. და თუ კი სქესი ბიოლოგიურად არის განპირობებული და დეტერმინირებული, აი გენდერის შეძენა ხდება სოციალიზაციის
სექსუალიზაციის პროცესში და ის სოციალურად არის განპირობებული. შესაბამისად, თუ სქესთან დაყოლილია, გენდერი არის შეძენილი და რამდენადაც ეს შეძენილია, ის არის ცვალებადი. ხო, განსხვავებით სქესისა. და აი ამ ცვალებადობაზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი. ის განსხვავდება, ის არის ცვალებადი და იცვლება დროში, განსხვავებულია კულტურაში, სხვადასხვა საზოგადოებაში, წარმოდგენები იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ქალი, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რა თვისებებს უნდა ატარებდეს, რა საქმიანობით უნდა დაკავდეს, როგორი იქნება მისი სტატუსი სოციალური, სხვადასხვა კულტურებში განსხვავებულია, ხო, ეს წარმოდგენები. და აი ამ ცვალებადობაზე გენდერისაც ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, აი აგერ როგორც სლაიდზეა მითითებული, ეს არის ეკონომიკური ფაქტორებიც, ეპოქა, რელიგია, ეთნიკური კუთვნილება და ერთი და იმავე საზოგადოებაში შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს ეს წარმოდგენები, ამას განაპირობებდა შეიძლება სტატუსი, სხვადასხვა და ასაკიც. აი რამდენად ცვალებადია გენდერი დროში, რაღაცა შევეცადე რამდენიმე სლაიდი ესე მეჩვენებინა თქვენთვის, ანუ ერთსა და იმავე კულტურაში როგორ იცვლება წარმოდგენები, როგორი უნდა იყოს ქალი, ხო? აი თუ დაუშვათ გასულ საუკუნეში წარმოდგენები ქალის შესახებ იყო ისეთი, რომ ის უნდა ყოფილიყო რაღაცა მოგრძალებული, ნაზი, თამდაბალი, პასიური, დღეს ეს წარმოდგენები მე მგონი შეცვლილია, ხო? და ჩვენ თანამედროვე გოგონები და ქალები გაცილებით უფრო აქტიურები ვართ და განსხვავდებით ჩვენი წინაპრებისგან გასული საუკუნის, ხო? ეს განსხვავება ძალიან თვალსაჩინოა. აი გენდერი განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში, ხო? აი ეს 19 საუკუნის ქალბატონი როგორ ჩაცმული, ხო, ჩიხტიკობით და ესეთი და აი ეს ბავშვით ჩინელი მანდილოსანი როგორ გამოიყურება, ხო? ანუ აი ესევე წარმოდგენები იმის შესახებ როგორი სამოსი უნდა ეცვათ ადამიანებს იმის დამიხედვით, სქესის მიხედვით, ხო? ქალია თუ მამაკაცი ძალიან განსხვავდება სხვადასხვა კულტურებშიც და აი დაუშვათ იგივე კაბა, რომელიც ტრადიციულად ჩვენ საზოგადოებაში ქალების სამოსად მეგვაჩნია, აი შოტლანდიური ეროვნული სამოსი იქნება ჩინური რაღაცა სწორედ აი ამ თარგის არის და აბსოლუტურად მისაღებია, ხო, ამ კულტურაში. ასევე ძალიან განსხვავდება წარმოდგენები ქალის სილამაზის შესახებ. ან იგივე იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი და რა დაუშვათ სხეულის რა ნაწილი შეიძლება უნდა იყოს დაფარული ან შიშველი აი იგივე წარმოდგენების სილამაზეზე ეს დაგრძელებული კისერი, განსხვავებული ტუჩის ფორმა და ასე შემდეგ. ანუ განსხვავება სქესსა და გენდერს შორის ძალიან თვალსაჩინოა. სქესი ეს არის ესე იგი როგორც უკვე აღვნიშნეთ, სქესის მიხედვით ქალები და მამაკაცები ბიოლოგიურად ერთნაირები არიან რასის, ეროვნების, რელიგიის და სტატუსის მიუხედავად და რას გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ერთნაირები არიან. ანუ ბიოლოგიურად მათი ანატომიური აღნაგობა, ფიზიოლოგია თითქმის მსგავსია, ხო? ჩვენ მიუხედავთ იმისა, ბიჭი ვართ თუ გოგო ვართ, აბსოლუტურად ერთნაირი ასე ვთქვათ, აგებულება გვაქვს, ჩონჩხი, იგივე დაუშვათ სასუნთქის სისტემა, გულსისძარღვთა სისტემა, ანუ ორგანიზმი მსგავსად ფუნქციონირებს აბსოლუტურად. ძირითადი სხვაობა არის რეპროდუქციული ფუნქცია, ხო, რაც განასხვავებს ქალებს მამაკაცებისაგან. ხოლო აი გენდერი ქალებს რაც შეეხება და სოციალურად ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან რასის, ეროვნების, რელიგიის და სტატუსის გამო. და აი ეს წარმოდგენები კულტურაში თუ როგორი უნდა იყოს აუშვათ ქალი, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რა თვისებები შეიძლება მას ახასიათებდეს და რა როლები, ძირითადად განპირობებულია აი ამ საზოგადოების წარმოდგენებით, ხო, ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ. და ძირითადად ხშირ შემთხვევაში აი ეს წარმოდგენები არის ხოლმე ძალიან სტერეოტიპული. აი ხა ნებისმიერ ჯგუფში და ძალიან ბევრ ჯგუფში ვიმუშავია და თუკი აი კითხვას დასვავთ, აბა მოდით ჩამოვწეროთ ქალური თვისებები, მაგალითად, ხო, ან მამაკაცის თვისებები. როგორც წესი, ძალიან სტანდარტული მოდის ხოლმე პასუხები. და ძირითადად თუ განვაზოგადებთ აი ამ სტერეოტიპულ წარმოდგენას, როგორი უნდა იყოს ქალის თვისებები, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცის თვისებები, აი შეიძლება აი ასე დაჯგუფდეს სწორად. ანუ რა, როგორი რომ მამაკაცურობის შესახებ სტერეოტიპებში ძირითადად თავს იყრის ხოლმე აქტიობასთან, ძალაუფლებასთან, რაციონალურობასთან დაკავშირებული თვისებები და ქალებს უმეტესწილად საპირისპირო თვისებები მიეწერებათ.
უფრო დაურწმუნებლობა, ნორმების შესრულებაზე ზრუნვა, უფრო მორჩილება, დამოკიდებულება, უპასუხისმგებლობა, სისუსტე, არაობიექტურობა, არალოგიკურობა, ინტუიცია. ეხლა ნებისმიერ თქვენს რო გკითხოთ რა თვისებები გაქვთ განურჩევლად თქვენის კაცსა, ხო, ბიჭი ხართ თუ გოგო, დამერწმუნებით რომ თქვენ ჩამოთვლით ალბათ თქვენ თავში იპოვეთ ყველა თვისებას, ხო? ორივე იმ თვისებებიდან, რომლებიც სტერეოტიპულად ან მამაკაცებს, ან მხოლოდ ქალებს მიეწერება. იმიტომ რომ და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ეს წარმოდგენები სტერეოტიპულია და ეს არ არის მხოლოდ ერთი სქესისთვის დამახასიათებელი თვისებები, ეს არის ზოგადად ადამიანური თვისებები და ძალიან ინდივიდუალურია და ყველას შეიძლება მეტნაკლებად ახასიათებდეს. აი ამ განზოგადების შედეგად, აი ძირითადად ქალები მიეწერებათ აი ესეთი თვისებები, როგორც არის სითბო და ექსპრესიულობა, ხოლო კაცებს კომპეტენცია და რაციონალურობა. და აი როგორც ესე იგი თუ მე გავჩნდი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ესე იგი რომელი სქესის მატარებელი ვარ, ხო? რა მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა საზოგადოება იმას მე გოგონა ვარ თუ ვაჟი ვარ და როგორც აი ეს თვისებები, რომელიც გაჩვენეთ, იყო ესეთი სეგრეგირებული, ქალისა და მამაკაცის მიხედვით დაყოფილი, ასევე აი ეს შეიმჩნევა შრომის გენდერულ გადანაწილებაში. ანუ ძირითადად აი საქმიანობა, რასაც ნებისმიერი ჩვენ ადამიანი შეიძლება ეწეოდეს, შეიძლება პირობითად დაიყოს სამ კატეგორიად. ეს არის პროდუქტიული საქმიანობა, რეპროდუქტიული საქმიანობა და საზოგადოებრივი საქმიანობა. პროდუქტიული საქმიანობა იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ანაზღაურებად შრომასთან, ძირითადად რეპროდუქტიული კი ისეთი საქმიანობა, რომელიც არსებობისთვის არის ხო საჭირო და აუცილებელი, ну საზოგადოებრივი საქმიანობა გასაგებია. მამაკაცები ძირითადად უფრო აქტიურად პროდუქტიული საქმიანობით არიან ხოლმე დაკავებული, ქალი დაკავებულია სამივე საქმიანობით. აქედან წამოვიდა ასე ვთქვათ, ესეთი ტერმინი იხმარება ხოლმე სამაგი როლი, რომელიც ქალს საკმაოდ ძალიან ისეთი მძიმე მდგომარეობაში აყენებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში, თუ კი ქალი მოინდომებს რეპროდუქტიული საქმიანობა მთლიანად ქალებს ეკისრებათ ჩვენ საზოგადოებაში და უმრავლეს კულტურებში ეს ესეა და თუ კი ის პროდუქტიულ საქმიანობას მოინდომებს, მაშინ იგი ხდება ხოლმე ორმაგი დატვირთვის ქვეშ. და თუ კი დავუშვათ აი რატომ ხდება პროდუქტიული როლების უფრო სწრაფად ათვისება ქალების მიერ, ხოლო მამაკაცების მიერ რეპროდუქტიულისა შედარებით ნაკლებად, ხო? იმიტომ რომ როდესაც ახლა კითხვას რო დასვავთ, არის თუ არა ქალი აქტიური, კი რა თქმა უნდა, რაღაცა ყოველთვის მიაჩნიათ, რომ ქალი გააქტიურდა, ამიტომ იგი არ მიაჩნიათ ხოლმე დისკრიმინაციის მსხვერპლად, რადგან მან გაზარდა თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც ავტომატურად სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს იმის პირობები, რომ თანაბრად ისარგებლოს ზოგადად ადამიანური უფლებებით. აი რატომ ხდება ქალის მიერ პროდუქტიული როლების უფრო სწრაფად ათვისება, ხო? იმიტომ რომ აი ეს როლები, რომელიც გადანაწილდა მამაკაცსა და ქალს შორის, მამაკაცის როლი უფრო პრესტიჟულია, ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება უფრო ძალაუფლებას უკავშირდება, შესაბამისად ქალებმა ხალისით დაიწყეს შეთავსება ამ როლის, ხოლო აი რეპროდუქტიული საქმიანობის სადმე დამოკიდებულება იმდენად სტერეოტიპულია და იმდენად მხოლოდ მოიაზრება რაღაცა ქალთა საქმიანობად, რომ მამაკაცებს ხშირ შემთხვევაში შესაძლოა აქტიურად კიდეც არიან ამით დაკავებული და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს რაღაცა საოჯახო საქმიანობებში, მაგრამ ამას საჯაროდ არც აღიარებენ ხოლმე, ხო? ძალიან ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ რაღაცა შესაძლოა საზოგადოების გაკიცხვის და შესაძლოა დაცინვის ობიექტიც კი გახდეს ხოლმე სამწუხაროდ. აი ეს ორმაგი დატვირთვა, რაზეც საუბრობდით და ესე იგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როდესაც დათვალეს ქალის მიერ დაახლოებით ესე იგი 18 საათი გამოვიდა სამუშაო დრო.
ქალის მიმართ, იმიტომ თუ კი იგი ცდილობს რომ პროფესიულად აქტიური იყოს, რაღაცა აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვერ თავისუფლდება ამ საოჯახო საქმიანობებისაგან, მას უწევს ამ ორივე შეთავსება, რაც ასევე ძალიან დიდი ტვირთია ქალისათვის. და ეს რაც ახსენეთ და თვლით, სწორედ ეს გენდერული სტერეოტიპები განაპირობებს ამგვარ განაწილებას გენდერული საქმიანობებისა, ხო? და გენდერული სტერეოტიპის განმარტება ხო თქვენ ალბათ ხო გაიარეთ სკოლაში და ყველა სწავლობთ, ეს არის ფართოდ გავრცელებული, ხშირად არაზუსტი წარმოდგენები და შეხედულებები ქალისა და მამაკაცის უნარებზე, თვისებებზე, სოციალურ ქცევაზე და ეს სტერეოტიპები ხელს უწყობს გენდერული როლების შეთვისებას, წარმოადგენს სოციალიზაციის მოდელს ბავშვებისათვის. ეხლა რაც შეეხება სოციალიზაციას, ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისათვის, რომ ეს არის ერთდღიანი, ასე ვთქვათ, ხო, შესაძლოა ტრენინგის თემა, როგორ ხდება სოციალიზაციის პროცესში ჩამოყალიბება ამ გენდერული წარმოდგენების და ესეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რომელიც იღებს მონაწილეობას ამაში, ეს არის ოჯახი, საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლა მათ შორის და ასევე მასმედიაც, ხო? და ესეთი სლაიდები გავიაროთ ზედაპირულად, რომ დაახლოებით როგორ ხდება ეს ამაზე შთაბეჭდილება შეგექმნათ. აი ბავშვი იბადება თუ არა, პირველივე უკვე ფერიც კი განსაზღვრულია, რომელიც ფერის სამოსი შეიძლება ატაროს მან, ხო? ანუ ცისფერი ბიჭის შესაფერისად ითვლება, ვარდისფერი გოგონასი, შემდეგ აი სათამაშოები, როგორი განსხვავდება, ხო, რა სათამაშოებით ვყიდულობთ შვილისთვის იმის დამიხედვით გოგონა ის თუ ვაჟია განსხვავებულს, აი დაახლოებით წარმოდგენები როგორი უნდა იყოს და გაიზარდოს და იდეალი როგორი უნდა იყოს ქალის და მამაკაცის, აი ესეთია. და აი რაც შეეხება სკოლა სამწუხაროდ აი სოციალიზაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც იმის მაგივრად რომ გენდერული თანასწორობის იდეას ხელს უწყობდეს, სტერეოტიპების კვლავ-წარმოებას უწყობს ძალიან ხშირ შემთხვევაში და აი ეს დაწყებითი სახელმძღვანელოებიდან ამოღებული ილუსტრაციებია, რომელზეც როგორ არის ქალი წარმოდგენილი და მამაკაცი ძალიან თვალსაჩინოა, ხო? და აღარ ვილაპარაკებ, ეს მასმედია როგორ ასახავს ქალს და მამაკაცს ასევე სტერეოტიპულად და სტერეოტიპებზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან მინდა ვახსენო აი ამ სტერეოტიპების გავლენა მამაკაცებზეც, ძირითადად ქალებზე ვისაუბრეთ, ხო, როგორ არათანაბარ პირობებში არიან ამ სტერეოტიპების გამო. აი მაგალითად ოფიციალური სტატისტიკა მოგეხსენებათ, მამაკაცის საშუალო ასაკი არის 70 წელი, ქალთა საშუალო ასაკი სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელია. თვითმკვლელთა შორის 83% არის მამაკაცი, ხო? ძალიან დიდი პროცენტია. ნარკომანთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და მსჯავრდებულთა ძალიან დიდი ნაწილიც მამაკაცებია. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ აი ამ სტერეოტიპების არსებობის შესახებ ჩვენ საზოგადოებაში და ვლაპარაკობთ აი ამ სტერეოტიპების დაძლევის გზებზე და ძალიან მინდა რომ ყველას კონდეს გააზრებული ამ სტერეოტიპების გავლენა და უარყოფითი გავლენა როგორც ქალებზე, ისევე მამაკაცებზე. და აი ეს წარმოდგენები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ, არის თუ არა დისკრიმინაციის საფუძველი და რომელი სქესის მიმართ არის უფრო დისკრიმინაციული, ხო? კულტურების უმეტესობაში ქალური როლები, ქალის საქმიანობა, მისი ღირებულებები ნაკლებად არის შეფასებული და დაფასებული ვიდრე მამაკაცის. საზოგადოების გენდერული ორგანიზაცია განაპირობებს ძალაუფლების არათანაბარ განაწილებას ქალსა და მამაკაცს შორის. ეხლა რა არის გენდერული თანასწორობა? გენდერი ანუ სქესთა შორის განსხვავებული ორგანიზაცია არ უნდა განაპირობებდეს არ უნდა იქცეს სქესთა სოციალური უთანასწორობის საფუძვლად, ხო? იმის დამიხედვით ჩვენ ქალად გავჩდით თუ მამაკაცად გავჩდით, ამან არ უნდა განაპირობოს ის თუ რა სტატუსი მექნება მექნება თუ არა ძალაუფლება, რითი და რა საქმიანობით დავკავდები. და ადამიანის უფლებათა
კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ გენდერულ თანასწორობას სწორედ ესე განმარტავს ადამიანის უფლებათა ეს არის ადამიანის უფლებათა ნაწილი რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებამოვალეობებს პასუხისმგებლობას და თანასწორ უფლებიან მონაწილეობას პირად და საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა სფეროში. ეხლა ამ განმარტებაში დამეთანხმებით რომ თითქოს არაფერი არ არის უცხო და მიუღებელი. ხო მეთანხმებით. თუმცა გენდერული თანასწორობა ყოველთვის თანასწორობის მიმართ დამოკიდებულება და მათ შორის ჩვენ საზოგადოებაში ყოველთვის პოზიტიური არ არის დამეთანხმებით და ძალიან ცხარე კამათის საგანი ხდება ხოლმე. ეხლა რატომ გენდერული თანასწორობა, ხო? და თუ და რა საჭიროა და არის თუ არა საერთოდ საჭირო ამ მიმართულებით რაღაცა ძალისხმების გაწევის. პირველ რიგში ხა რატომ გენდერული თანასწორობა და გენდერული თანასწორობა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი ინდიკატორი დემოკრატიის განვითარების, ხო? იმიტომ რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია დამეთანხმებით გულისხმობს იმას, რომ ყველა სოციალურ ჯგუფი თანაბრად იყოს წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში. თუ კი მოსახლეობის უმეტესი, ხო, პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის ქალი და ჩვენს ქვეყანაშიც ქალთა რაოდენობა ცოტა უფრო მეტია ვიდრე მამაკაცისა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს ის აქტიურად ჩართული სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში, რატომ არ უნდა იყოს ის იმ სტრუქტურებში ჩართული, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, სადაც ხდება სწორედ იმ ნორმების შემუშავება, რომელთაც უნდა ამ საზოგადოებამ იცხოვროს და მათ შორის ქალებმა. ასევე მეორე თეორია, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია, ეს არის რესურსების გამოყენება, იმიტომ რომ ქალი არის თითქმის პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, შესაბამისად ეს რესურსი არ იყოს აქტიურად გამოყენებული, მე მგონი ამის ფუფუნება არ გვაქვს, ხო? და მის რამდენადაც დემოკრატიული პლურალიზმი სწორედაც აღიარებს განსხვავებულობას ქალებსა და მამაკაცებს შორის და ეს არანაირად არ ნიშნავს გენდერული თანასწორობა იმას, რომ მამაკაცები და ქალები აუცილებლად ერთნაირები უნდა გახდნენ, ხო? პირიქით ის აღიარებს იმას, რომ ისინი არიან განსხვავებულები, აქვთ განსხვავებული ცხოვრების წესი, განსხვავებული მოთხოვნილებები, საჭიროებები, შესაბამისად თუ ისინი უფრო აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი, იქნებათ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებშიც, ამით აი პოლიტიკა გახდება უფრო მრავალფეროვანი და ასევე აი ევროპის ქვეყნებს თუ გადავავლებთ თვალს, აი იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური განვითარების ინდექსი არის ყველაზე მაღალი და ძირითადად ეს მოგეხსენებათ არის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, სწორედ მაღალია ძალიან ქალთა მონაწილეობის პროცენტიც. ამიტომ აი ქალის გააქტიურებით და ძალიან ესეთი პოზიტიური ქალის გააქტიურებამ შეიძლება ძალიან პოზიტიური გავლენა იქონიოს სწორედ ქვეყნის განვითარებაზე და საერთო კეთილდღეობაზე. და ამ ეტაპზე რაღაცა ესეთი თეორიაც გახდა ძალიან პოპულარული, რომ აი აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, მუსლიმანულ ქვეყნებში, სადაც ძალიან დიდია საფრთხე ტერორიზმის, ხო და მაღალი აგრესია, აი ამის მიზეზადაც კი სახელდება სწორედ ის, რომ ქალები ძალიან პასიურები არიან სწორედ ამ ქვეყნებში, აი ეს თეორიაც თანდათან უფრო პოპულარული ხდება. და მე მოდით ახლა იმისათვის, რომ რაღაცა კარგად გავიაზროთ, რომ აი ეს თანასწორობა ისეთი ხო აი როგორც არის დღეს რა მდგომარეობაც არის, ასე ვთქვათ, დიდი ბრძოლის და ძალისხმევის შედეგად მიიღწა. ამისათვის მგონი ახლა მანანა ხო მოგესალმებით. გავაგრძელებ ქალბატონი ირმას მიერ დაწყებულ საუბარს გენდერზე, გენდერულ როლებზე, გენდერულ სტერეოტიპებზე და მინდა ორი სიტყვით მოგითხროთ ფემინიზმის ისტორია. დავიწყოთ ზოგადად ფემინიზმი რა არის, ფემინისტური მოძრაობა რა არის. ფემინისტური მოძრაობა ეს არის სოციალური მოძრაობა, რომელიც იბრძვის ქალთა და მამაკაცის თანასწორობისათვის. ანუ ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ფემინიზმის ისტორია შეგვიძლია დავიწყოთ საფრანგეთის დიდი რევოლუციით. მოგეხსენებათ მე-18 საუკუნის მიწურულს საფრანგეთში დაემხო მონარქია, დამყარდა რესპუბლიკა და ეს მოხდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში და ყველაზე ესეთი ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ, ეს იყო ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. ეს მოხდა 1789 წლის 26 აგვისტოს. მოქალაქეში არ იგულისხმება
გულისხმობოდა khali. მოქალაქეში მოიაზრებოდა მხოლოდ მამაკაცი. და აი ამ პერიოდის მოღვაწეა სწორედ ოლიმპიადე გუჟი, რომელმაც 1792 წელს კონვენტს წარუდგინა მსგავსი დოკუმენტი, რომელსაც ეთქვა ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია, სადაც ფრანგი რესპუბლიკელი ქალები პრეტენზიას აცხადებდნენ იმაზე, რომ ისინიც არიან მოქალაქეები და მათაც უნდა, ესე იგი, მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში. იმ კონსტიტუციამ, რომელიც მიიღო დიდმა საფრანგეთის მითმა რევოლუციამ 1791 წელს, რა თქმა უნდა, ქალებს არც ხმის უფლებას აძლევდა და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას. ამავე პერიოდში საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, როდესაც ზოგადად დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებები გახდა ძალიან აქტუალური, აი სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ქალთა პარტიები, რესპუბლიკელ ქალთა პარტიები და მათ საკუთარი ჟურნალიც დააარსეს, სადაც ქალთა უფლებების შესახებ საუბრობდნენ. სამწუხაროდ ისინი შემდგომ დისკრიმინაციას და დევნას დაექვემდებარებიან და თავად ოლიმპიადე გუჟმაც დაამთავრა სიცოცხლე გილოტინაზე და როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო, რომ თუ ქალს აქვს იმის ასე თქვათ პატივი, რომ გილოტინაზე იქნა სიკვდილით დასჯილი, მაშინ რატო არ აქვს იმის პატივი, რომ პარლამენტიდან ესაუბროს თავის ხალხს. ანუ ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუცია მოიტანა რესპუბლიკანური იდეები, დემოკრატიული იდეები, ის მაინც ულმობელი იყო, უბრალოდ არ აძლევდა ქალს თქვა თვითრეალიზაციის საშუალებას და ასე თქვა არ თმობდა აი იმ ძალაუფლებას და იმ იერარქიის დარღვევა არ სურდა, რაც პატრიარქატმა საუკუნეების მანძილზე ჩამოაყალიბა. რაც შეეხება თავად ფემინიზმის, ასე ვთქვათ, ისტორიას, ეს არის ერთეული შემთხვევები, ხო? ასე ვთქვათ, ტალღებით ცნობილია ფემინიზმის ისტორიაში 3 ტალღა. პირველი ტალღა ეს არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის, ძირითადად ჩრდილო ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში. ეს არის, რომ გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, პირველ ტალღას უწოდებენ სუფრაჟისტულ მოძრაობას. სიტყვა სუფრაჟი ნიშნავს ხმის უფლებას. სუფრაჟისტი ქალები იყვნენ ის აქტიური მანდილოსნები, რომლებიც იბრძოდნენ ქალთა ხმის უფლების მოსაპოვებლად. და ალბათ სადღაც გულბრყვილოდ მათ შეეროდათ, რომ თუ ისინი ხმის მისცემის უფლებას მოეპოვებდნენ, პოლიტიკურ ასპარეზზეც გამოჩნდებოდნენ და აქტიურად ჩაებმებოდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათი ბრძოლის მეთოდები იყო საკმაოდ, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი, ძირითადად ისინი დემონსტრაციებს აწყობდნენ, გამოდიოდნენ, ასე გამოსვლები ჰქონდათ დემონსტრაციების სახით და საბოლოოდ მათ მიაღწიეს პირველად ახალ ზელანდიაში 1893 წელს მიიღეს ქალებმა ხმის უფლება, შემდგომ ავსტრალიაში 1902 წელს და ამერიკაში სხვათა შორის ფედერალურ დონეზე მხოლოდ 1920 წელს მიიღეს ქალებმა ხმის უფლება. ანუ პირველი ტალღა ეს იყო მიმართული ქალების ხმის უფლების, პოლიტიკური უფლებების მოპოვებისათვის. შემდგომი ტალღა, მეორე ტალღა, ეს არის უკვე მე-20 საუკუნის 50-იანი წლები, როდესაც ქალები, მათი მოთხოვნები უკვე სხვა ტიპის არის, მათ მოიპოვეს ძირითადად ხმის უფლება და ისინი მოითხოვენ ზოგადად გენდერული, ანუ სქესის ნიშნით უთანასწორობის აღმოფხვრას, დისკრიმინაციას, ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრებას. აი ამ მოძრაობაში ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ამ პერიოდში წერს სიმონა დე ბოვუარი თავის ცნობილ ნაწარმოებს მეორე სქესი, ანუ ძალიან მნიშვნელოვან გენდერულ ტექსტს, სადაც ის მოგვითხრობს, ახსნის ქალთა ჩაგვრის და უთანასწორობის მიზეზებს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდში მისი ეს ნაწარმოები. მესამე ტალღა, ქალთა მოძრაობის მესამე ტალღა, ეს არის მე-20 საუკუნის 90-იანი წლები. ეს მესამე ტალღა პრინციპში აგრძელებს იმ მეორე ტალღის მოთხოვნებს, რაც ვერ შესრულდა მე-20 საუკუნის შუა წლები, დაახლოებით 60-70-იან წლებში, გაგრძელდა 90-იან წლებში. ეს არის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა ეკონომიკური, სოციალური ცხოვრებაში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ზოგადად გენდერული იდენტობის საკითხებს აყენებს. მესამე ტალღა, რომელიც დღემდე გრძელდება და კაცობრიობა დღემდე იბრძვის იმისათვის, რომ მოხდეს ქალთა და მამაკაცთა გათანაბრება, ასე ვთქვათ, უფლებრივი გათანაბრება. ეხლა ძალიან საინტერესოა რა ხდება ამ ხრივ საქართველოში. იმიტომ რომ თქვათ იგივე
სულ 10-20 წლის წინაც ამაზე იყო დავა და დღესაც მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა ორგანული ქართველებისთვის და საქართველოსთვის ეს ღირებულებები, გენდერული თანასწორობის ღირებულება, თუ ეს არის, თქვათ, იმპორტირებული დასავლური რაღაც პროდუქტი, რომელიც თავს მოხვეულია ქართველებზე საქართველოსი და ეს არ არის ჩვენი. აი ამაზე მინდა მოგახსენოთ ორი სიტყვა დისკუსია ქალის როლის შესახებ და საერთოდ ქალის მოღვაწეობის, მისი როლის და ადგილის საზოგადოებაში დაიწყო მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში. ეს არის თერგდალეულების ეპოქა და უდიდესი როლი ამაში ითამაშეს თერგდალეულებმა. აი სადღაც აი ამ პერიოდის 60-იანი, 70-იანი წლების პრესას რო გადახედოთ, ნახავთ, რომ ძალიან აქტუალური ხდება ქალზე საუბარი, ქალის როლის შესახებ და ძირითადად მას აკისრებენ ასე ვთქვათ, აღზრდელის როლს, რომელმაც კარგად უნდა იცოდეს ქართული ენა, კონდეს რაღაცა მინიმალური განათლება, რომ აღზარდოს ღირსეული ქართველი და ანუ ძირითადად მიდის დისკუსია რა ევალება ქართველ ქალს. და აი ამ ეპოქაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ სწორედ თერგდალეულები, ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, განსაკუთრებით ნიკო ნიკოლაძე, რომლებმაც დაასვეს ქართველი ქალების განათლების საკითხი. ანუ უნდა მიიღონ თუ არა ქართველმა ქალებმა უმაღლესი განათლება. რამდენადაც მოგეხსენებათ იმ პერიოდში საქართველოში ჯერ არ არსებობდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, უნივერსიტეტი, უნდა ისინი გამგზავრებულიყვნენ საზღვარგარეთ, ხო? რათა მიიღოთ უმაღლესი განათლება და შემდგომ განათლებულნი დაბრუნებულიყვნენ და სხვა ქართველებისთვის მიეცათ განათლება და ანუ განვითარებულიყვნენ, ხო? ეს იყო მათი წინსვლის წინაპირობა. ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო კიდეც მზადება, აი ესეთი ქალების, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ სწავლის გაგრძელებით, მათი მომზადებისთვის რაღაც ჯგუფების შექმნა, რათა ისინი მზად ყოფილიყვნენ, რომ საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ სწავლა. მათ შორის იყო მისი ორი და, თუ შეიძლება რომ გადავიდეთ სლაიდებზე, აი ცოტა წინ ეს არიან ესენი გახლა ესე ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან ამ ეპოქის ქართველი მწერალი ქალები, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ზოგადად ქართული ლიტერატურის განვითარებაში და არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის, როგორც ეს თქვა საბჭოთა ეპოქაში მათ მიეწერებოდათ, რომ ისინი იყვნენ საბავშვო მწერლები და სადღაც აი ჭრილში იყვნენ და პირველი პლანის და ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურის შემქმნელებლად არის მიიჩნეოდნენ. არა და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ზოგადად ქართული, არა მარტო საბავშვო, ზოგადად ქართული ლიტერატურის განვითარებაში, მათ დააარსეს ჟურნალები გულისხმობ ეკატერინე გაბაშუს, ანასტასია ხოშტარიას, ჯეჯილი, ნაკადული და ახლა ისე რომ დაუბრუნდეთ ქართველი ქალების მიერ საზღვარგარეთ განათლების მიღების ისტორიას, ცნობილია ესეთი ფაქტი, რომ 1871 წელს საქართველოში დაბრუნდა ქართველი მეცნიერი ივანე თარხნიშვილი, ფიზიოლოგი, რომელმაც წაიკითხა ლექცია ექსპერიმენტალურ ფიზიოლოგიაში და ისე აღენთნენ ქართველი სწავლას მოწყურებული ქალები ამ ლექციით, რომ გადაწყვიტეს შვეიცარიაში წასულიყვნენ განათლების მისაღებად, კერძოდ ციურიხში. და ესენი იყვნენ ნიკო ნიკოლაძის ორი სურვილი გამოთქვეს დებმა, ასევე ოლღა გურამიშვილმა, იქ არიან კიდე, აი თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ, ეს არის ოლღა გურამიშვილი, რომელიც შემდგომ ნიკო ნიკოლაძის მეუღლე გახდა, ასევე მაშო წერეთელი, ბოგუმილა ზემიანსკა, ესენი არიან ის პირველი ქართველები, ეს და არის ნიკო ნიკოლაძის, ეკატერინე ნიკოლაძე, ოლიმპიადა ნიკოლაძე, ეს არიან სწორედ ნიკო ნიკოლაძის დები. და აი ოლღა გურამიშვილის სურვილი ძალიან დიდი იყო განათლების გასაგრძელებლად ციურიხში წასვლის, მაგრამ ოჯახი იყო წინააღმდეგი. მამამისი უგზავნებდა მას გამგზავრებას და მაშინ ის უჩუმრად, ასე ვთქვათ, საიდუმლოდ გაიპარა ერთ-ერთი და ნიკოლაძის პასპორტით და გემით ასე რომ არ იცოდნენ მის ოჯახის წევრებმა, ის გაიპარა ციურიხში. ასე რომ ერთი ჯგუფი, დიდი ჯგუფი ქართველი ქალებისა მოხვდა ციურიხში, ისინი იქ განაგრძობდნენ სწავლას, რაც თავარია მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოება, ქართულ ქალთა სტუდენტ ქალთა საზოგადოება, ამ საზოგადოებას ეკვა უღელი, სადაც ისინი განიხილავდნენ ზოგადად მსოფლიოში იმ პერიოდში აქტუალურ საკითხებს, ზოგადად ქალთა უფლებებზე საუბრობდნენ, თვითონ
სახელიც ხო საზოგადოების უღელი ამას მიგვანიშნებს. Შემდგომ ისინი გადავიდნენ ჟენევაში, გარკვეული ნაწილმა გააგრძელა ჟენევაში სწავლა და შემდგომ ისინი ბრუნდებიან საქართველოში იმისათვის, რომ თქვათ ხელმოკლე ოჯახის ქალიშვილებს, ან ზოგადად იმ ქალებს, რომლებსაც სულ განათლების მიღება ამ საქმეში დაეხმარონ და მისცენ მათ განათლება. და აი ამ საქმეში უდიდესი როლი ნამდვილად მიუძღვის ნიკო ნიკოლაძეს და ასევე პრესაში წერდნენ ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, ისინი ხაზს უსვამდნენ იმ საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქალებმა მიიღონ განათლება და განვითარდნენ. ხო, ანუ ქალთა ემანსიპაციის საკითხი 19 საუკუნის 70-იან წლებში ძალიან აქტუალურია საქართველოში და აი მე და ჩემმა კოლეგამ გავაკეთეთ წიგნი ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში და ამ წიგნში ჩვენ ასე ვივარაუდეთ თუ დავარქვით ესე ქალთა მოძრაობის პირველი ტალღა, ქართულ ქალთა მოძრაობის პირველი ტალღა შეიძლება მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ვივარაუდოთ აი მსგავსად იმ ტალღებისა, რომელიც იცის მსოფლიო ფემინისტური მოძრაობის ისტორიამ, ხო, პირველი ტალღა, სუფრაჟისტების ტალღა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის სავარაუდოდ მე-19 საუკუნის 70-იანი წლები, როდესაც ქალები სვამენ ემანსიპაციის საკითხს და კონკრეტულად ეს გამოიხატება მათ სურვილში განვითარდნენ, განათლება მიიღონ საზღვარგარეთ. გარდა ამ პრეცედენტისა, ამ პერიოდში არსდება ქალთა საზოგადოებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად საზოგადოება განათლება არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც, ხობში, ხონში, თელავში, ქუთაისში, ფოთში, სადაც ეს არის ძირითადად საქველმოქმედო საზოგადოებები, ისინი აკეთებენ წრეებს, სადაც ქალებს ასწავლიან არა, აძლევენ განათლებას, ასევე ხელსაქმეს ასწავლიან, უამრავ, ასე ვთქვათ, სასიკეთო საქმეს ზრუნავენ ქალთა განვითარებისათვის. და ამ თვალსაზრისით, აი ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერი, ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს დიდი მოძრაობა, რომელიც 70-იან წლებში დაიწყო მე-19 და გაგრძელდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშიც, მერე შემდგომ უკვე პოლიტიკურმა მოვლენებმა და გასაბჭოებამ რაღაცნაირად დაბლოკა ეს ქართული წამოწყება, ეს ეროვნული ტალღა ქართული ქალების მოძრაობისა. თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ ამ ქალების ფოტოები, რომლებმაც მიიღეს განათლება საზღვარგარეთ, პირველი ქართველი ქალები, ეს და ესეთ ხო გიორგი წერეთლის მეუღლე ანასტასია თუმანიშვილი წერეთლისა, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, აი ბარბარე ჯორჯაძესაც ორი სიტყვა უნდა ვთქვათ, ეს არის ქართველი ქალი, რომელიც იყო რაფაელ ერისთავის და თვითონ პოეტი, მწერალი, მას აქვს ტექსტები სწორედ ქალთა ჩაგვრაზე, ქალთა დისკრიმინაციაზე და ლექსებიც მიუძღვნა ამას, არა მარტო ვთქვათ პუბლიცისტური წერილები და გამონათქვამები და ფაქტობრივად შექმნა დისკურსია, ის შეიძლება ითქვას ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, ქალთა უთანასწორობის არსებობის და მომავალში მისი აღმოფხრის საჭიროების შესახებ. ანუ ამის თქვა გვინდა, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვაქვს დადებითი მაგალითები ქალთა ემანსიპაციის ბრძოლისათვის, ეს არის ქართული ფემინიზმის ისტორია სწორედ, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცის, არის მივიწყებული და რეალურად ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად წამოჭრეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, იმიტომ რომ საზოგადოება ვერ იქნება ჰარმონიული, თუ მასში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორივე სქესი არ მიიღებს მონაწილეობას. მათ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვთ, სხვადასხვა ინტერესები აქვთ და სწორედ იმიტომ რომ მათ აქვთ სხვადასხვა გამოცდილება, ისინი ერთმანეთს ავსებენ. და შესაბამისად აძლიერებენ ქვეყანას, თუ ორივე სქესი იქნება მონაწილე ქვეყნის მშენებლობის და ზოგადად გადაწყვეტილების მიღებისა. ძალიან თვალსაჩინოდ აგვიწერა მანანამ რამდენი იბრძოლეს ქალებმა ხო და დღეს ჩვენთვის რაც როგორც რეალობა და ისეა და აღარც კი გვიკვირს და ისე ვიღებთ, რამდენი ბრძოლა დაჭირათ ქალებს იმისთვის, რომ მოეპოვებინათ თუნდაც ხმის უფლება, გნებავთ განათლების უფლება და რამდენად ტრადიციული ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის ქალთა თანასწორობის და გენდერული თანასწორობის იდეა, მაგრამ რამდენად არსებობს დღეს ეს ხედვა, გენდერული ხედვა, რასაც ვუწოდებთ. აი ძალიან კარგი მაგალითია ხოლმე და მე მიყვარს ამის მოყვანა, აი რომ წარმოვიდგინოთ ერთ დღეს თქვენ მიუხედავთ რაღაცა ტელევიზორში ჩართეთ საინფორმაციო გადაცემა და პარლამენტის ხდომა
მიმდინარეობს. და 150 დეპუტატი ზის წარმოედგინეთ დარბაზში და არის სულ ქალი ყველა და მხოლოდ 12 მამაკაცი ზის. აი თქვენ გექნებათ თუ არა რეაქცია ასეთი სურათის როცა დაინახავთ, ხო? ალბათ აუცილებლად გაოცდებით, ხო? აუცილებლად შეამჩნევთ ამას და აუცილებლად დაფიქრდებით კი, მაგრამ რატო ხდება ესე, რა მოხდა, რა ჭირს ამ საზოგადოებას აქ თუ მამაკაცები არ ცხოვრობენ, ან თუ ცხოვრობენ, რა ჭირს ამ საზოგადოებაში მამაკაცს და რატომ გვაქვს ასეთი სურათი. აი რამდენ თქვენგანს გაგჩენიათ დაუშვათ იგივე, როდესაც დღევანდელ ქართულ პარლამენტს უყურებთ, ხო? მადლობა კითხვისთვის, არაჩვეულებრივი კითხვა მართლაც. იმის მიუხედავად, რომ კვოტირებასთან დაკავშირებით არაერთი კანონი შემოვიდა და სწორედ ჩრდილოეთ ევროპის სკანდინავიის ქვეყნები ამით დაწინაურდნენ და ამიტომაც არიან ეს განვითარებულები, საქართველოშიც არის რა თქმა უნდა ეს პრობლემა, მაგრამ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს რო გადავხედოთ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან შედარებით გაცილებით ადრე დაიწყეს ამ პრობლემასთან თვალის გასწორება და ამ პრობლემაზე ზრუნვა, მათი არც ერთი პრეზიდენტი ჯერ არ ყოფილა ქალი, დღემდე მოყოლებული 21 საუკუნეშიც კი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა და ამასთან საბრძოლველად მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალა არ ყოფნის. რაც შეეხება მოცემულ სიტუაციას, მე ბავშვობიდანვე არა ახლა როცა დავფიქრდი, მაშინაც მაწუხებდა და დღემდე ვფიქრობ თუ რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა. და ვფიქრობ, ყველაზე კარგი საშუალება მაინც განათლება, იმიტომ რომ განათლებული ერი, თუნდაც ქალი თუ მამაკაცი, არის ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მართლაც რაღაც. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ გენდერულ თანასწორობაზე და ფემინიზმის ცნებაზე და ხშირია ხოლმე ასეთი შემთხვევები, როცა მოსაუბრე ამბობს, რომ მე ვარ გენდერული თანასწორობის მომხრე, მაგრამ არ ვარ ფემინისტი. რამდენად კავშირშია ეს ორი ცნება და რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამ ფაქტს? ძალიან კარგი შენიშვნა იყო და ეს ხშირია მართლაც, რომ თითქოს აი რაღაცა გაუცხოება აქვს ამ ტერმინის მიმართ და ზოგადად თვლიან, რომ ფემინიზმი რაღაცა არ ვიცი, მოკლედ მათთვის მიუღებელი. ხშირია ხოლმე ესეთი. ფემინიზმი სხვა არაფერია თუ არა იმის აღიარება, რომ მამაკაცი და ქალი არ არიან თანასწორ უფლებიანი. თუმცა ჯერ კიდევ მე ვახსენე საფრანგეთის დიდი რევოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ღირებულებები მოიტანა და სწორედ აი ადამიანის და მოქალაქის დეკლარაციაში პირველი პუნქტი სწორედ ეს არის, ადამიანები იბადებიან, დაბადებით ისინი არიან თანასწორნი. და აი ფემინიზმის მთავარი მიზანი რა არის? რომ აი ამას მიაღწიოს, რომ მართლა ისინი იყვნენ თანასწორნი. ანუ ვინც არის გენდერული თანასწორობის მომხრე, მექანიკურად ის არის რა თქმა უნდა ფემინისტი, ის აღიარებს, რომ არსებობს დისკრიმინაცია და იბრძვის ამ დისკრიმინაციის აღმოსაფრთხებლად. ანუ ეს შესაძლებელია, ეს არ არის რაღაცა მოცემულობა, რომელსაც ვერ შეცვლი, ხო? ეს შეიცვლება აუცილებლად. უბრალოდ ამას უნდა მეთოდური ბრძოლა. სხვადასხვა ფემინიზმის სხვადასხვა მიმდინარეობები არსებობს ფემინიზმში, არის თქვა რადიკალური ფემინიზმი, არის ლიბერალური ფემინიზმი, არსებობს მარქსისტული, ну ძალიან ბევრი მიმდინარეობაა, მაგრამ ყველა უბრალოდ მეთოდებშია განსხვავება, თორე ყველა ჯერდება იმაზე, რომ ეს თანასწორობა უნდა იქნას მიღწეული. ქალბატონინმასთან მაგ შემდეგი შეკითხვა ჩვენ ვისაუბრეთ გენდერის საფუძვლებზე საქართველოში და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შევეხეთ. მე-19 საუკუნეში ილია როგორც თანამედროვე მწერალი წეს, რომ შორს არ არის ის დრო, როცა დედათა საქმე გადმოიწევს ინაპლანზე და ერთად დასხდებიან სუფრაზე, ასეც ამ შედარება მოყავს ილიას. ასევე ვიცით მისი მოსაზრება, რომ მხოლოდ იმის ძახით, რომ ჩვენ თანასწორობა გვინდა, კარგს არაფერს მოიტანა და განათლება იყო ამისთვის საჭირო და თქვენი რამდენად მზადდებოდა ის საფუძვლები, რომ დღეს ჩვენ ასე ფართოდ განვიხილავთ ამ გენდერულ თანასწორობას, ჯერ კიდევ წინა პერიოდში რამდენად იყო ამის საფუძველი? მადლობთ. რა თქმა უნდა, ჩვენმა წინაპრებმა, ასე ვთქვათ, ბევრი იშრომეს ამ მიმართულებით და მოამზადეს ძალიან კარგი ნიადაგი სწორედ ქალთა ემანსიპაციისათვის, თუმცა ძალიან ბევრი ჯერ კიდევ ისევ მიზნად რჩება, გენდერული თანასწორობა არ არის მიღწეული ჯერჯერობით საქართველოში. აი ახლა ვგნებავთ აი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით რამდენად დაბალია პროცენტი 10.5% ქალი მონაწილეობს მხოლოდ დღეს პარლამენტის ცხოვრებაში, საპარლამენტო ცხოვრებაში და აი იგივე ის როსქესის ნიშნით დისკრიმინაციის დანახვა და აღიარება არის პირველი ნაბიჯი, ხო, პრობლემის გადაჭრისაკენ. აი იგივე
ეს უთანასწორობა რომ არსებობს, ასე ვთქვათ, დღესაც საზოგადოებაში ძალიან კარგად თვალსაჩინოთ აი ამას ადასტურებს ხოლმე სტატისტიკა, როგორი აი იგივე თუნდაც აი ეს მონაცემები, როგორია საშუალო ხელფასი მაგალითად საქართველოში ქალისა და მამაკაცის, ხო? და როგორ განსხვავდება და ორჯერ უფრო მაღალია მამაკაცის შემოსავლები ვიდრე ქალის დაუშვათ საშუალო ხელფასი. ეს მდგომარეობა როგორც ბიზნეს სექტორში, სახელმწიფო სექტორში, სტუდენტთა რაოდენობა ითქვამთ ძალიან განათლება და განათლების მნიშვნელობაზე, მაგრამ სამწუხაროდ დღეს განათლების თვალსაზრისით აი ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად უდგათ ხო ქართველ გოგონებს თუ არ ჩავთვლით ეთნიკურ უმცირესობებს ჩვენს ქვეყანაში და პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალიც არის მაგალითად მაგისტრატურის დონეზე, დოქტორანტურის დონეზე გაცილებით მეტი გოგონა სწავლობს ვიდრე ვაჟი. თუმცა მიუხედავად ამისა, დასაქმების თვალსაზრისით 27%-ით მაინც ნაკლებია ქალი დასაქმებული ვიდრე მამაკაცი. შესაბამისად, აი მხოლოდ ასე ვთქვათ, განათლებით ეს პრობლემა და ეს უთანასწორობა ვერ აღმოიფრა, ხო? აი ეს სლაიდი გაჩვენებთ სწორედ აი ამ შეუსაბამობას უმაღლეს განათლებისა და დასაქმებულობისა და შემოსავლების მიღების თვალსაზრისით და ქალების შემოსავალი საქართველოში აი კაცების შემოსავლის მხოლოდ 60%-ში ადგენს დღესაც ასე რომ ვთვლით რომ აი თავისთავად აი ამ იდეას ძალიან ჭირდება ხელშეწყობა, უნდა გაჩნდეს ჩვენ საზოგადოებაში გენდერული ხედვა, გენდერული მზნობელობა და გენდერული ხედვის ინტეგრაცია, ანუ მეინსტრიმინგის სხვადასხვა სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც თქვენ ბრძანეთ, იგივე აი ეს კვოტირების სისტემა, რომელსაც ესეთი ძალიან დიდი დისკუსია მოყვა და მის მიმართ დამოკიდებულებაც პოზიტიური ხშირ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ დაჩქარდეს, ხო, ეს თანასწორობის პროცესი და რაღაცნაირად ქალები დაიხსნას აი ამ პოლიტიკური იზოლაციისაგან, რაზეც ჰქონდა საუბარი. ასე რომ აი ტრადიციები, აი სტერეოტიპების შეცვლას ჭირდება ძალიან დიდი დრო და ეს შეიძლება საუკუნეები გაგრძელდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს გენდერულად ცნობიარე პოლიტიკა, რომელიც დააჩქარებს ამ პროცესს, გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესს, რათა ქალებს და მამაკაცებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლონ აი ამ ზოგადად ადამიანური უფლებებით. როგორც თქვენ ახსენეთ და წამოიჭე კიდეც საკითხი, რომ გენდერული თანასწორობა არ გახლავთ ქართული და ის ევროპიდან არის შემოსული და ევროპიდან შემოიჭრა და თითქოს თავს გვახოვენ, მაგრამ რეალურად რო გადავხედოთ, მაშინ როდესაც ევროპულ შუა საუკუნეებში ქალი იყო მორჩილი და მამაკაცი იყო წინაპლანზე წამოწეული, ამ დროს საქართველოში მეფეთ ვაღიარებდით ქალს, თამარ მეფეს. შემდეგ ტახტი თამარმა გადაულოცა რუსეთს და ისე შემდეგ გაგრძელდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ყავდა არაჩვეულებრივი თამარი და რუსუდანი, ვეღარ გაგრძელდა, ანუ კულტურამ ვეღარ განაგრძო არსებობა და ისევ პატრიარქატი დარჩა როგორც ევროპაში თუ აზიურ ქვეყნებში. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლო საქართველოს ამ კუთხით წინსვლა და რატომ ვერ შევძელით გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა? პოზიტიური მაგალითები მოიყვანეთ საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თამარის გამეფება ჯერ თამარს არ გადაულოცია რუსუდანისთვის ტახტი ჯერ ლაშა გიორგი გამეფდა და მერე მისი გარდაცვალების შემდგომ ხდება რუსუდანი დედოფალი. ანუ ესეც არ არის, ესეც არ დგას საკითხი, რომ რაღაცა ტრადიციას ჰქონდა ადგილი. უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ ეს მაგალითი არ იყო რაღაცა კანონზომიერება თამარის გამეფება, არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს იყო შუა საუკუნეების საქართველოში გენდერული რაღაცა თანასწორობის მაჩვენებელი. ეს არის უბრალოდ ზედაპირული ნიშანი, მე ესე ვიტყოდი. საქართველოს ძალიან პატრიარქალური ქვეყანა და რა თქმა უნდა შუა საუკუნეებშიც იყო და დღესაც შეება რიგ შემთხვევაში პატრიარქალური წარმოდგენები ძალიან მყარად არის გამჩნდა და მართლა არ ვიცი ძალიან დიდი დრო უნდა ამ სტერეოტიპების შეცვლას. უბრალოდ ევროპა როგორც საქართველოს შუა საუკუნეებში იყო ღრმად პატრიარქალური და რა თქმა უნდა ქალთა როლი იყო მეორეხარისხოვანი, მაგრამ შემდგომ
ვთქვათ, განმანათლებლობის იდეებმა და ზოგადად ლიბერალური ღირებულებების მომწიფებამ ევროპაში მოუტანა ქალს უფრო მეტი ასე ვთქვათ, აქტიურობის უფლება მისცა და უფრო ასე ვთქვათ, ქალები გახადა სოციალურად ძალიან აქტიურები. აი ის მაგალითები, რომელიც თქვენ თქვით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს რაღაცა კანონზომიერებად ან ტრადიციად. ეს არის ერთეული შემთხვევა, რომელიც უფრო ალბათ გამოუვალი სიტუაციით იყო ნაკარნახები, ვიდრე ქალთა როლის წამოწევის სურვილი. მე მინდა რომ თქვენ კიდევ უფრო მეტი იფიქროთ ამ საკითხებზე და თქვენი მონაწილეობაც იყოს აი ამ პროცესში, რასაც ქვია ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა. დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა და მე ძალიან დიდი იმედს გამოვთქვავ, რომ ნებისმიერი თქვენ თითოეული თქვენგანი შემიძლია ასე ვთქვათ ვიხილო როგორც გენდერული თანასწორობის იდეის ხარდამჭერად და ჩვენს თანამოაზრედ. მადლობთ.